Რამდენიმე დღის წინ შევხვდა ესეთი ვიდეო, რომ ალების ანთლებით ეგრე სვეჩებით ლესავდნენ დანებს და ილესებოდა და ჭირდა კარგად. ეხლა გავტესტოთ, აბა როგორ მუშაობს, მეც მაინტერესებს და შევხედოთ, აბა რა გამოვა. მოკლედ, ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული შურუპაუდი დაგვჭირდება, გასალესი დანა და ალების ანთლებით ძველიც რო იყოს პრობლემა არ არის. ზედაპირია, ის თეთრი ქვა როა, წესით ეგლესავს, როგორც ვიდეოებში ყავს, ეს დაბლაგებულია საკმაოდ, აგერ ჩანს კიდევაც ვარ საერთოდ ეჭრის. რამდენჯერმე დავუსმევ, აი ხელიც იგრძნობა, რა თქმა უნდა, ბლაგვია. ჩვეულებრივად, ანუ როგორც ასე ვთქვათ, გადამყვანს ან სვერლოს ეგრეთ წოდებულს წამოაცმევთ ზედ და დაუჭერთ, ეგრე აკეთებთ ზედა მხრიდან, რომ ეს თეთრ მხარე გამოვიყენოთ. და გალესვის პრინციპით როგორც ილესება წესით დანა, ეგრე მიუყვებით რა, ზედა ჯერ მარჯვენა მხარეს, შემდეგ მარცხენა მხარეს, ამ პირიქით მნიშვნელობა არ აქვს, თავია თანმიმდევრულად გავლესოთ რა ორივე მხარე და გაილოსოს თანმიმდევრულად. როგორც სალესი ქვა ელექტრონაპეწკლებს შოყრის და ვიბრაცია ეგეთი არ არის, ჩაულ თითქოს ისე უსმევთ ტყუილად, ეგეთი შეშეგრძნებაა, რომ ნახოთ აბა თვითონ მეტალზე ზედაპირზე როგორი შედეგი იქნება ეგ ამ მთავარი. სიმართლე გითხრათ, იგრძნობა, რომ გაილესა საკმაოდ. ხა გაჭრით იმდენად ვერა, მაგრამ აი თვითონ ხელს რომ მოკიდებ ზედაპირზე, გასალესი აშკარად არ არის. ვიღაცა მიმუშავა, ანუ ეგეთი შეგრძნება არის, რომ გალესილია რაღაც დონეზე, ანუ კარგად არა, მაგრამ რაღაც დონეზე. სიპრიალითაც ემჩნევა, რომ სალესმა ქვა მიმუშავა. ნუ რაღაც დონეზე მუშაობს, ასე ვთქვათ. სხვა საშუალება თუ არ გვაქვს, სალესი ქვა არ გვაქვს, შეგვიძლია ამითაც, ასე ვთქვათ, უგჭირდება ძალიან დანაგალესილი იყოს. ასე პრინციპით თავის საქმეს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვწდი, კიდევ ერთხელ გადავატარებ, რომ იქნებ უფრო დავაბასრო, ასე ვთქვათ. ჭრილები აქ მე სხვადასხვა ჭრილზე ვატარებ, რომ მეტი სიბასრე აიღოს წესით, მაგრამ აი ნახოთ, აბა რა იქნება. წესით უკეთესი შედეგი რა გქონდეს. აბა გავტესტოთ. ანუ ბასრი უფრო არის, აი ფერზეც ემჩნევა, კიდევ უფრო გაილესა. აშკარად იგრძნობათ იცე. აბა ნახოთ. ნუ აი შედარებით უკვე შედეგი აქვს, ეხლა სულ რამდენჯერმე გადავატარეთ, ალბათ ცოტა ხშირად რო გააკეთებ, სავარაუდოდ უფრო მეტი შედეგი ექნება. მუშაობს ასე თუ ისე ეს მეთოდი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, კარგად.